რატომ გაჩერდა რუსთავის აზოტის ქარხანა? რა ტარიფით მიეწოდება ბუნებრივი აირის საწარმოს? მოახერხებს თუ არა ქარხნის ხელმძღვანელობა სოკართან შეთანხმებას და რა ფორმით მონაწილეობს მოლაპარაკების პროცესში ენერგეტიკის სამინისტრო? ზაზა ხატიაშვილი მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის წინააღმდეგ. ადასტურებს თუ არა ხატიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მასალა გიორგი მიქაუტაძის მიერ ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების გაყალბებას. რა პოზიცია აქვს იუსტიციის საბჭოს და მოხდება თუ არა მიქაუტაძის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დამტკიცება. სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის ნებართვა საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო. რატომ გასცა რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის ნებართვა გიგი უგულავამ და რა გადაწყვეტილებას მიიღებს დედაქალაქის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა? მოუწევს თუ არა სახელმწიფოს კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა არ გაგრძელდა. საქართველო ევროკომისიის მიმართვის მოლოდინში. რა პროცედურებია გასავლელი? რა დრო დასჭირდება შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას და როდის გაფორმდება ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იურიდიულად? საღამომშვიდობის ეს 20:30-ია გადაცემის მოსმენა FM 98-ს და 1 რადიო ცნობის საშუალებითაც შეგიძლიათ. მე მაგაცინცაძე ვარ და ჩვენ ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. რატომ დაირღვა მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის შეთანხმება, რომელიც ერთმანეთის მისამართით საჯარო განცხადებებისგან თავშეკავებას ითვალისწინებდა, რა გახდა კოალიციის წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი დატოვებს თუ არა? მართულ კოალიციას მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და ვის მოიაზრებს? სავარაუდო პოლიტიკურ პარტნიორებად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 2030 შეკითხვა პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ლიდერი გოგი თოფაძე უპასუხებს. მოახლოებული არჩევნები და პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია საქართველოში რა განწყობებია საზოგადოებაში და როგორია პოლიტიკურ პარტიათა მზაობა არჩევნებთან დაკავშირებით ასახავს თუ არა საზოგადოებრივ განწყობებს არსებული პოლიტიკური სპექტრი და არსებობს თუ არა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების რესურსი. რა შანსი აქვს პოლიტიკურ სუბიექტებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში? პოლიტოლოგი რამაზ აღვარელიძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს, მანამდე დღეს სხვა თემები. რუსთავის აზოტის ქარხანამ წარმოება შეაჩერა. მიზეზი ბუნებრივი აირის ფასია, საწარმოს გაზის მიწოდება პირველი თებერვლიდან აქვს შეწყვეტილი და კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის გამო უკვე კრიტიკულ ზღვარზე არიან. ქარხანა ბუნებრივ აირს სოკარისგან იღებდა, თუმცა ფასის შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ემუქრება თუ არა 2300 დასაქმებულ სამსახურიდან გათავისუფლება. გენო სიყმაშვილი არ ყვევდა, გენო პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. მაკა მეორე თვე დაიწყო, რაც რუსთავის აზოტის ქარხანას ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი აქვს, თუმცა კომპანიის დირექტორის თქმით ამ დრომდე შებულებაში არც ერთი თანამშრომელი არ გაუშვიათ, მაგრამ ლევან ბურდილაძე აცხადებს, რომ თუ სოკარი აზოტს გაზს განახლებულ ფასად უახლოს დღეებში არ მიაწვდის, თანამშრომლების ნაწილის დათხოვნა გარდაუვალი იქნება. კომპანიებს შორის მოლაპარაკებები უკვე 6 თვეა მიმდინარეობს, შეხვედრები გაიმართა ბაქოშიც და როგორც აზოტში აცხადებენ, სოკარის მენეჯმენტისგან სიტყვიერი დაპირებას კი მიიღეს ფასის კლებასთან დაკავშირებით, თუმცა დაპირება ამ დრომდე არ სრულდება. უნდა ითქვას, რომ აზოტს სოკარის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდება არ გაძვირებია. აზოტის ქარხნის დირექცია კი ფასის შემცირებას ევროპაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ითხოვს. კერძოდ, მათი თქმით, დასავლეთში ბოლო 1 წლის განმავლობაში გაზის ფასმა 42%-ით დაიკლო, რამაც ბაზარზე პროდუქცია გააიაფა. აზოტს კი საკუთარი პროდუქტის 90% ექსპორტზე სწორედ ევროპასა და თურქეთში გააქვს. შესაბამისად, კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქტი გაუიაფდა, თუმცა ხარჯი იგივე დარჩათ. თებერვალში ბაქოში შედგა შეხვედრა სოკარის უმაღლეს მენეჯმენტთან. მივიღეთ სიტყვიერი დაპირება გაზზე ფასის დაკლების, მაგრამ დღეს 2 მარტია და ეს დაპირება სიტყვიერი საქმედ ვერ იქცა. უკვე კრიტიკულ ვადებს მივახციეთ ფაქტიურად. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვერც კი წარმომიდგენია და უშუალოდ კიდევ რამოდენიმე დღით რომ გადაიდოს, ძალიან რთულად იქნება მაშინ საქმე. თუ კი შეთანხმება ვერ მოხდება, ჩვენ ვერ მივიღებთ კონკურენტუნარიან ადეკვატურ ფასს, რომელიც ბაზარზე არსებულ რეალობასთან იქნება შესაბამისობაში, მაშინ რეალური საშუალება არსებობს, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ გავაგრძელოთ მუშაობა და დაგვჭირდეს ხალხის სახლებში გაშვება. აზოტსა და სოკარ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართულია ენერგეტიკის სამინისტროც. დღეს კახი კალაძემ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ აზოტი კერძო კომპანია და მას შეუძლია ალტერნატიული მოლაპარაკებებიც აწარმოოს. ამასთან ენერგეტიკის მინისტრმა აზოტსა და სოკარ შორის უახლოეს პერიოდში შეთანხმების იმედიც გამოთქვა.
თქვენ იცით რომ კომერციული სექტორი არის დერეგულირებული, მათ აქვთ შესაძლებლობა მოელაპარაკონ როგორც სოკარს, ასევე სხვა მომწოდებლებს და სადაც ექნებათ საუკეთესო ფასი, რომელიც მომწოდებელიც მიაწოდებს საუკეთესო ფასს, აქვთ შესაძლებლობა გააფორმონ ხელშეკრულება. მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს ჩვენ ვართ საქმის კურსში და ვფიქრობ, რომ ალბათ უახლოეს მომავალში რაღაც გარკვეული შედეგები იქნება მიღწევა. თემასთან დაკავშირებით დღეს კომპანია სოკარ ჯორჯიაში მენეჯმენტს კომენტარი არ გაუკეთებია, ფაქტობრივად კომენტარის მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ ამ დრომდე გაურკვეველი რჩება აზოტის ქარხნის ხელმძღვანელობისთვის მიცემული სიტყვიერი დაპირების ბედიც. თავად აზოტის ქარხანაში 2300 ადამიანია დასაქმებული, საგადასახადო ვალდებულებების სახით კი კომპანია წლის განმავლობაში 30 მილიონ ლარს იხდის. ამასთან კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ სოკართან ვერ მოხერხდა შეთანხმება გაზის ფასთან დაკავშირებით, ალტერნატიული გზების ძიებასაც არ გამორიცხავენ. გმადლობ, პირდაპირ ეთერში გენო სიყმაშვილი საუბრობდა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წინააღმდეგ ვიდეო მასალას აქვეყნებს ზაზა ხატიაშვილის მტკიცებით ვიდეო ჩანაწერი გიორგი მიქაუტაძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაყალბებას ადასტურებს. მისი განმარტებით ვიდეო ჩანაწერიდან ჩანს, რომ მიქაუტაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას სხვა ფაქტობრივი გარემოებები მიუთითა რადიკალურად სხვა ჩაწერა წერილობით გადაწყვეტილებაში, რაც მისივე თქმით გაყალბებაზე მიუთითებს. იუსტიციის საბჭოში კი აცხადებენ, რომ მოსამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და სავარაუდოდ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ პარასკევს დაამტკიცებენ. რა პრეტენზიებს უყენებს სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს, ნახეთ ბელა ზაქაიძის რეპორტაჟში. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებაზე რეაგირების მოთხოვნით 6 თვის წინ პროკურატურას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა. საქმე ეხება ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ ყოფილი პროკურორის რობერტ გრიგალაშვილის სარჩელზე გიორგი მიქაუტაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ხატიაშვილის მოსამართლემ საკუთარი განჩინებით ადვოკატთა ასოციაციაში გრიგალაშვილის გაწევრიანებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების ნაცვლად ზაზა ხატიაშვილის წერილი გააუქმა. ეს ის წერილია, რომლითაც ხატიაშვილმა გრიგალაშვილს ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილება აცნობა. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარი უთხარით კონკრეტულ პროკურორს გრიგალაშვილს. ეს იყო ადმინისტრაციული აქტი, ანუ ადმინისტრაციული აქტი გამოიცა 24 მარტს. შემდეგ მე წერილით ვაცნობე, რომ ბატონო გრიგალაშვილო არ დააკმაყოფილა აღმასრულებელმა საბჭომ თქვენი გადაწყვეტილება. აიღეს და ეს წერილი გაასაჩივრეს და მოსამართლემ ბათილად ცნო წერილი. როდესაც მე მოვითხოვე მე გადაწყვეტილება, რომ რა დააკმაყოფილე მეთქი. ესეთი რამე არ არსებობს, რომ წერილი ცნო ბათილად. ზაზა ხატიაშვილმა შესაბამისი საოქმო ჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც მოსამართლე მიქაუტაძე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს აცხადებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2015 წლის 3 აპრილის ნომერი 59/99 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება. ხატიაშვილის თქმით, სარეზოლუციო ნაწილის შინაარს ეს ვიდეო ჩანაწერი ადასტურებს. თუმცა სარეზოლუციო ნაწილის წერილობით ვარიანტში მოსამართლემ შესწორება შეიტანა და ნაცვლად 3 აპრილის გადაწყვეტილებისა 24 მარტის გადაწყვეტილება მიუთითა, რაც ხატიაშვილის შეფასებით გაყალბებაა. რობერტ გრიგალაშვილი, რომელიც ენვერის ფოტოგრაფების, თეთრაძის და სხვა გახმაურებული საქმეების პროკურორი იყო, ამბობს, რომ სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს, რაც მის კანონიერებას ადასტურებს. დატოვა ძალაში ბატონი გიორგი მიქაუტაძის მიერ ჩემს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება და ადვოკატთა ასოციაციაც დაავალდებულა ჩემი ასოციაციაში გაწევრიანება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოსამართლის მიერ ტექნიკური ხარვეზის არსებობა დაადასტურა. ტექნიკური ხარვეზი, რომელზეც ზაზა ხატიაშვილი მიუთითებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გასწორდა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. ზოგადად ტექნიკური ხარვეზი სამუშაო პროცესის ნაწილია, რომლისგან არც ერთი მოსამართლე დაზღვეული არ არის. მით უფრო მსგავსი ხარვეზის გასწორების საფუძვლებს საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს. ზაზა ხატიაშვილს მიაჩნია, რომ მიქაუტაძე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ არ უნდა დაინიშნოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განმარტავს, რომ დანაშაულის ნიშნები მიქაუტაძის საქმეში არ გამოიკვეთა. ტექნიკური შეცდომის გასწორებას კი კანონი ითვალისწინებს. იუსტიციის საბჭო მიქაუტაძეს სავარაუდოდ პარასკევის სხდომაზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცებს.
კანონის თანახმად ეჭდება და გამოსწორდეს. თქვა თარიღი იყოს შეცდომა, ან რაღაცის ნომერში იყოს შეცდომა, რომელიც აი აბსოლუტურად შეიძლება ეს არის ათეულობით შემთხვევა და რეალურად ხატიაშვილი მიმაჩნია რომ ზოგადად არის დაინტერესებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის კანდიდატურა სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე ლევან მურუსიძემ დააყენა. მიქაუტაძის მიმართ პრეტენზიები გამოითქვა წინა საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების დაჯერიმებებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზეც. მიქაუტაძის მეუღლე მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსანია. ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის ნებართვა საქალაქო სასამართლომ ბათილაცნო. საკითხი განსახილველად თბილისის მერიას დაუბრუნდა. ახლა უკვე დავით ნარმანიას მოუწევს გიგი უგულავას მიერ 2013 წელს გაცემული ნებართვის გადახედვა. სწორედ მერის მოქმედმა ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა კომპანია ტიფლის დეველოპმენტი ვაკის პარკის მომიჯნავე სასტუმროს მშენებლობას. კომპანიაში ამბობენ, რომ ბუდაპეშტი მაინც აშენდება, ან ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს მოუწევს. ანა ბროლაძე, ნათია ხართიშვილი დეტალებით. საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის ნებართვა ბათილაცნო და საკითხი განსახილველად თბილისის მერიას დაუბრუნა. სარჩელის ავტორი პარტიზანი მებაღეები არიან. ისინი უკვე წლებია აპროტესტებენ გიგი უგულავას 2013 წლის 4 ივლისის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მერმა ვაკის პარკის მომიჯნავე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონაში მშენებლობის ნებართვა გასცა. დავით ნარმანია თავის მერობაში მოსვლამდე მკაფიოდ აცხადებდა, რომ ეს უნდა დაუბრუნდეს ეს ტერიტორია პარკს და აქამდე მისი პოზიცია იყო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა. აი ეხლა აქვს არაჩვეულებრივი შანსი დავით ნარმანიას ვაკის მოსახლეობისთვის პარკი გაცილებით მნიშვნელოვანი და მომგებიანიც არის, ვიდრე იქ აშენებული სასტუმრო. გიგი უგულავას მიერ გაცემული ნებართვის გადახედვა ახლა უკვე დავით ნარმანიას მოუწევს. მერიის მოქმედმა ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა კომპანია ტიფლის დეველოპმენტი ვაკის პარკთან სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებას. მერიის იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ადგილი, სადაც მშენებლობის ნებართვა გასცეს, არც რეკრეაციული ზონა და არც ვაკის პარკის ტერიტორია არ ყოფილა. ამ ტერიტორიას ვაკის პარკთან არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს. აქ უბრალოდ საუბარი იყო, რომ სარეკრეაციო სივრცის მომიჯნავეთ, ამდენ შესაძლებელია იყოს სასტუმრო განთავსებული თუ არა. თავის დროზე ჩათვლილი იქნა, რომ ეს შესაძლებელი იყო. იქ იდგა არსებული შენობა, ხდებოდა ფაქტობრივად არსებული შენობის ნაცვლად შენობის აშენება. იქ თავის დროზე იყო რესტორანი განთავსებული და ფუნქციურად რესტორანს დანამდვილებით სასტუმროს მშენებლობა ჯობს სარეკრეაციო სივრცის მიმდებარედ. სასტუმრო ბუდაპეშტს კომპანია ტიფლის დეველოპმენტი აშენებს. კომპანიის დირექტორი გიორგი ზაქაიძე ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვა კანონიერად აქვთ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ. ტიფლის დეველოპმენტი სასამართლოსთვის კიდევ ერთ სარჩელს ამზადებს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სასტუმროს აშენებას ვერ შეძლებს, ზიანის ანაზღაურება სასამართლოს გზით სახელმწიფოს მოსთხოვს. შენობა უნდა რაღაც ვადაში შესულიყო ექსპლუატაციაში და დაწყებულიყო თქვათ უკვე გადაცემა იმ ხალხისთვის, ვისაც შენდებოდა, ეს იყო ერთ-ერთი სასტუმროს ბრენდი, რომელთან ჩვენ გვაქვს რაღაც ვალდებულება რომ გადავცეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს თავის ვადაში ვერ გადაიცემა, აქ საკმაოდ დიდ ზიანზე არის საუბარი. შეიძლება დღეს დავკარგოთ დრო, მაგრამ ჩვენ თანხებს არ დავკარგოთ. ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს, ჩვენ მოვიგებთ იმ ფულს, რომელიც უნდა მივიღებთ ან სასამართლოს გზით, ან იმ შენობით, რომელიც უნდა აგვეშენებინა და ავაშენებინა. თბილისის მერიას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 91 მომხრე არც ერთის წინააღმდეგი საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა. გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს მას შემდეგ წარუდგინა, რაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურა. თორნიკე ხურციძე ჩაგვერთვება პარლამენტიდან. თორნიკე, მოგესალმები და გისმენთ. საკმაოდ მაკა, როგორც უკვე აღნიშნე, კობა გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. მოგვიანებით კენჭისყრის შემდეგ გვენეტაძემ ისაუბრა მედიასთანაც, მან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და იმედოვნებს, რომ გაამართლებს პარლამენტის მხარდაჭერას. როგორც ცნობილია, გვენეტაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ. პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი საპარლამენტო უმცირესობას ვიწრო პარტიულ ინტერესებში ადანაშაულებს. იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა დაეხმარება ეროვნული ბანკის საბჭოს ეფექტიანობის გაზრდას და ზოგადად ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაზრდას და მის ეფექტურად მუშაობას. რაც შეეხება უკვე პრეზიდენტად დასახელებას, ეს საბჭოს პრეროგატივაა და
გამოჩნდება რაც იქნება. დობა გამოუცხადა და მხარი დაუჭირა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ამ გადაწყვეტილებით. მხარი დაუჭირა ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობას, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკის წარმატებით ფუნქციონირება წარმატებულ საბჭოს წევრებზეა დამოკიდებული და ასეთი კანდიდატი იყო ნამდვილად ბატონი კობა გვენეტაძე. სამწუხაროდ ბატონ კობა გვენეტაძეს მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობის არც ერთმა წევრმა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ პარტიის სახეს. რეალურად ამ პარტიამ კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ გადაწყვეტილება მიიღო ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი პარტია, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა. მართულ გუნდში იმედოვნებენ, რომ კობა გვენეტაძე შეესწრებს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს, როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ გადაწყვეტა მხარი დაეჭირა გვენეტაძის კანდიდატურისთვის, რაც პრემიერ-მინისტრთან გაიარეს კონსულტაციები. გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ოპოზიციამაც, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობას გვენეტაძის კანდიდატურასთან არ აქვს კითხვები და არც მის პროფესიონალიზმში ეპარება თეჭვი. რადგანაც კვირიკაშვილი უწევს რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში როცა მე საწინააღმდეგო მკეთრად გამოხატული არ გამაჩნია, რატო არ უნდა დამეჭირა? ყოველგვარი გამოწვევები, ეს ფინანსური სტაბილურობა, თუ არის კურსი იქნება კონკრეტულად და ასე შემდეგ. მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი საქმიანობის შედეგია. შედეგი უნდა იყოს. როგორც პროფესიონალი კობასთან ჩვენ შეკითხები არ აქვს, მაგრამ შეკითხები გვაქვს როგორც საბჭოს წევრი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუ მთავრობამ არ გადადგა ნაბიჯები ეროვნული ბანკის ვერც ერთი წევრი. რაოდენ ავტორიტეტული ადამიანიც არ უნდა წარადგინო და პროფესიონალი და კობას ნამდვილად ვერ დაუკარგავ რომ პროფესიონალია, ამას მარტო ვერ გამოასწორებს. ყველა მონაცემი, რომელიც უნდა კონდეს ეროვნული ბანკის ამ საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძის იმაზე მეტი აქვს მე მგონია. მაგალითად გამომდინარე ჩვენი ფრაქცია უჭერთ ხაზს ბუნებრივია და ვისურვებდით მერე მომავალში კობა გვეხილა უკვე როგორც პრეზიდენტის რანგში. როგორც ცნობილია, კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტმა წარადგინა, ასევე ცნობილია, რომ სამომავლოდ გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურად განიხილება. გმადლობ, პირდაპირ ეთერში თორნიკე ხურციძე საუბრობდა. ევროპის კომისია კი მზად არის ვიზო მიმოსვლა შესთავაზოს საქართველოს, თუმცა უკრაინის შემთხვევაში შეთავაზება გადაიდება. 2030-ის ინფორმაციით ეს მომავალ კვირას 10 მარტს მოხდება. კომისია საკანონმდებლო ინიციატივით ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს მიმართავს, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე იურიდიულად უნდა გააფორმონ. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას მიმდინარე წლის ზაფხულიდან შეძლებენ. რა პროცედურები დარჩა საქართველოს უვიზო მიმოსვლამდე და როგორია მოლოდინი ბრიუსელსა და თბილისში. მიშა ფეიქრიშვილი თემის დეტალებით ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მიშა, მოგესალმები და გისმენთ. დიახ, ეს არის საკითხი, რომელთა მიმართებაშიც ქართული პოლიტიკური სპექტრი თანხდება და მათი პოზიცია არის ერთნაირი. მთელი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები იყო თითქმის იდენტური. თბილისში ყველა თანხდება, რომ ევროკომისიის მიერ დაგეგმილი განაცხადი, რომელსაც ელოდება საქართველოს, არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მოვლენა, რომელსაც ბოლო 10 წლეულების განმავლობაში საქართველოს ელოდებოდა. რაც ეხება დარჩენილ პროცედურებს, ამ კუთხით საქართველოს კვლავ დარჩა რამდენიმე ეტაპი, როგორც ცნობილია, წინასწარი ინფორმაციით შესაძლოა ევროკომისიამ შესაბამისი რეკომენდაციით 10 მარტს მიმართოს ევროპულ საბჭოს და ევროპარლამენტს. ამის შემდეგ ევროპარლამენტში გაიმართება კომიტეტის სხდომა, რომელიც ერთგვარ ვიზას მისცემს სესიაზე აღნიშნული საკითხის განხილვას. სესიაზე ამ საკითხის დადასტურებას და გატანას დასჭირდება ხმათა უმრავლესობა. რაც ეხება ევროპულ საბჭოს, აქ უკვე ევროკავშირის 28 ქვეყანა კონსენსუსის გზით უნდა შეთანხმდეს მისცემს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის და შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო გადაადგილების შესაძლებლობას. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, ახლა დარჩენილია აღნიშნული პროცედურები და როგორც დასაწყისში აღინიშნა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, როგორც ბრიუსელში ამბობენ. სავარაუდოდ ივლისისთვის უკვე შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ გადაადგილება. რა თქმა უნდა, ამას აქვს საკმაოდ დიდი პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ ბევრი თელ რიგ საკითხებთან მიმართებაში საქართველოს არის წინ და რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა დავყომდეთ ამის გამო.
რო ვთქვათ, უკრაინა ვერ ეწევა საქართველოს გარკვეული საკანონმდებლო და იგივე აღმასრულებელ დონეზე რაღაც საკითხების გადაჭრის თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს არის არაერთი წლის ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგი და ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირთან 4 თავისუფლებიდან 3, ან ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, გვაქვს მსახურების და პროდუქციის თავისუფალი გადაადგილება, ჩვენ გვაქვს კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის ქვეყნებთან და ამჯერად გვექნება ადამიანების თავისუფალი გადაადგილების საშუალებაც, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად სრულყოფილი ინტეგრაცია გვექნება ევროკავშირთან, ამის შემდეგ ბოლოს დარჩენილი იქნება და ეს გზაც ხადად ჩვენ გავაგზავნოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და გეოპოლიტიკური სიგნალის გაგზავნა, რომელსაც ხადად წლები დაჭირდება, რომ ჩვენ გავხდეთ სრულფასოვანი წევრი ფორმალურად ევროკავშირის. ძალიან სერიოზული ნაბიჯი არის ევროპისკენ, როდესაც ევროპის სახლი ჩვენთვის იხსნება, როგორც აი მეზობლები გასაღებს რო გაძლევენ და არ გიშლიან შემოსვლა საქართველოს ნდობა ქვეყნის მიმართ, ეს აი უზარმაზარი მიღწევა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხელისუფლების თითოეული მოქალაქის არასამთავრობო სექტორის, აი ახლა ყველამ გააკეთა რაღაცა ამ მიმართულებით. არსებობდა მოლოდინი, რომ ევროკომისია შესაბამისი რეკომენდაციით დღეს მიმართავდა ევროპულ საბჭოს და ევროპარლამენტს, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს მოხდება მომავალ კვირაში 10 მარტს. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც აღნიშნა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარისას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და საქართველოს დამსახურებულად მიიღებს ევროკომისიისგან უკვე დადებით შეფასებებს. შესაბამისად, საქართველოს აქვს საკმაოდ პოზიტიური შედეგების მოლოდინი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული მალე და შესაბამისად საქართველოს დამსახურებულად მიიღებს ვიზის ლიბერალიზაციას და ეს დამსახურება რა თქმა უნდა არის შესაბამისი იმ რეფორმებთან, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ინსტიტუციური თუ საკანონმდებლო ცვლილებები ვიზა ლიბერალიზაციის გეგმის შესაბამისად. საქართველო და უკრაინა ამ კუთხით ერთ ჯგუფში განიხილებოდნენ, თუმცა უკრაინას დარჩა კიდევ რამდენიმე საკითხი და რამდენიმე რეფორმა გასატარებელი ქვეყანაში. შესაბამისად, წინასწარი ინფორმაციით არ გამოირიცხება, რომ მას დაახლოებით 1 თვით დაუგვიანდეს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის შესაბამისი დასრულების პროცედურები. დღეს ევროკავშირში გაიხსნა უკრაინის კვირეული, სადაც იმყოფებიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და სწორედ ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ უკრაინამ დააჩქაროს რეფორმები. გმადლობ, პირდაპირ ეთერში მიშა ფექრიშვილი გვერდებოდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს, რომელსაც პეტრიაშვილის ადვოკატი ლევან სამუშიაც ესწრება. საავადმყოფოში იმყოფებიან თავისუფალი დემოკრატების ლიდერებიც, მათი განცხადებით ალექსი პეტრიაშვილი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა დასმულ შეკითხვას პასუხიც გასცეს. თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი რეანიმაციულ განყოფილებიდან პალატაში დღეს დილით გადაიყვანეს და როგორც ექიმები ამბობენ, პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ლიკა ალილიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში დეტალებით. ლიკა, მოგესალმებით. და გისმენთ. დიახ, მაკა, მოგესალმები. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა უკვე თითქმის 2 საათია გრძელდება. დაკითხვა დაანონსებული იყო შუა დღის 4 საათზე, თუმცა ის 3 საათის დაგვიანებით დაიწყო. დაკითხვა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გამომძიებელი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. ამ პროცესს ესწრება ადვოკატი ლევან სამუშიას, რომელიც პეტრიაშვილის ადვოკატია. რაც შეეხება თავისუფალი დემოკრატების ლიდერებს, ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფებიან და ამბობენ, რომ ალექსი პეტრიაშვილი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. გამომძიებლები უკვე ადგილზე არიან, ალექსის დაკითხვა მიმდინარეობს, დაკითხვაზე იმყოფებიან როგორც გამომძიებლები, ასევე მისი ადვოკატი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დაკითხვა დაეხმარება გამოძიებას, რათა შეიძლება სწრაფად დადგინდეს დამნაშავეები და ამ დამნაშავეები დაისაჯონ. თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს თავს 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაესხნენ. ალექსი პეტრიაშვილს 2 ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში დღეს გადმოიყვანეს. რაც შეეხება გამოძიებას, ის სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გამადლო პირდაპირ ეთერში ლიკა ალელიშვილი გვერდთვებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა კი შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა ქვეყნის სხვადასხვა საპატიმროს 105 მსჯავრდებული დატოვებს. მათ შორის 8 ქალბატონია, 50 პატიმარს კი სასჯელის სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით 21-23 თებერვლის სხდომის შემდეგ კომისიამ 1178 პირის საქმეზე გასცა რეკომენდაცია, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ 155 საქმეზე მიიღო. შეწყალებულია დღეს 155 მსჯავრდებული, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. ამ 155 მსჯავრდებულიდან 105 მსჯავრდებული არის სრულად შეწყალებული, უпроსტად საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლებული, ისინი დღეს დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას. 50 მსჯავრდებულის სასჯელი კი შემცირებულია სხვადასხვა ფორმით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეგრეთ წოდებული სუპერ სამშაბათი დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის ტრიუმფით დასრულდა. ამერიკელი ანალიტიკოსების პროგნოზით სწორედ ეს ორი კანდიდატი ებრძოლებს თეთრ სახლში შესასვლელად, თუმცა საარჩევნო რბოლას არ წყვეტენ სხვა კანდიდატებიც. სუპერ სამშაბათის პრაიმერები ერთდროულად 14 შტატსა და ტერიტორიაზე ჩატარდა. დეტალები ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟში. სუპერ სამშაბათმა წინა საარჩევნო რბოლაში დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის პოზიციები გაამყარა. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გამარჯვებას 7 შტატში ზეიმობს. ჰილარი კლინტონმა კი 7 შტატსა და ამერიკულ სამოაში მიაღწია წარმატებას. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რესპუბლიკელი მეტოქის მისამართით კრიტიკა არ დაიშურა. კედლების აშენების ნაცვლად ჩვენ ბარიერები უნდა დავამსხვროთ და ავაშენოთ შესაძლებლობების კიბე. მხოლოდ ასე შეძლებს ამერიკას სრული პოტენციალის გამოყენებას. არასდროს ყოფილა არჩევნებში ფსონი ასეთი მაღალი და არასდროს ყოფილა მოწინააღმდეგეს რიტორიკა ასეთი დაბალი დონის. ამერიკელი მილიარდერი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება. მე რესპუბლიკურ პარტიას გავაერთიანებ. ხალხს ამის დაჯერება უჭირს, თუმცა მე გამაერთიანებელი ვარ. როგორც კი ამას დავასრულებთ, მე ვიქნები ის, ვინც საბოლოოდ ჰილარი კლინტონს დაუპირისპირდება, თუმცა ჯერ არ ვიცი გახდება თუ არა ის კანდიდატი. აიოვას სენატორს ტედ კრუსკი სჯერა, რომ ის ერთადერთი რესპუბლიკელი კანდიდატია, რომელსაც თანაპარტიელი დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია. სუპერ სამშაბათს ტედ კრუზმა გამარჯვება 3 შტატში, ტეხასში, ოკლაჰომასა და ალიასკაში შეძლო. ჩვენ გვაქვს არჩევანი, სანამ ხმები ჯერ კიდევ გაყოფილია. დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად დასახელების დიდი ალბათობა არსებობს. ეს იქნება კატასტროფა რესპუბლიკელებისთვის, კონსერვატორებისა და მთელი ერისთვის. ჩვენი კამპანია ერთადერთია, რომელსაც დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია. 4 შტატში პირველ ადგილზე გავიდა ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი. შიდა პარტიულ არჩევნებში ყოფილ სახელმწიფო მდივანს თავდაპირველად ძლიერი კონკურენცია გაუწია. თუმცა სუპერ სამშაბათს კლინტონის დამაჯერებელმა გამარჯვებამ სანდერსის ჩანსები შეამცირა. ამის მიუხედავად დემოკრატი კანდიდატი რბოლის ბოლომდე გაგრძელებას გეგმავს. 10 თვის წინ ჩვენი რეიტინგი 3% იყო. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ. არჩევნები ჯერ მხოლოდ 15 შტატში ჩატარდა, დარჩა 35. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობისთვის, გარემოს დასაცავად და მსოფლიო მშვიდობისთვის. რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის დელეგატები პრეზიდენტობის კანდიდატებს ივნისში გამოავლენენ. საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს გაიმართება. ახლა რეკლამის შემდეგ რა ხდება კოალიციაში თემის გაგრძელება 20-30-ში დაგველოდათ. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება 20-30 განაგრძობს კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბარს. ჩვენ შეკითხვებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უპასუხებს, რატომ დაირღვა მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის შეთანხმება, რომელიც ერთმანეთის მისამართით საჯარო განცხადებებისგან თავშეკავებას ითვალისწინებდა და გულისხმობდა. 20-30-ის ამ შეკითხვებზე, ამ და სხვა შეკითხვებზე პარტიამ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ლიდერს გოგი თოფაძესაც უნდა ეპასუხა, თუმცა გადაცემის მსვლელობისას გოგი თოფაძემ პროდიუსერებს განუცხადა, რომ გადაცემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. და ქალბატონო მანანა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. ქალბატონო მანანა, დღეს მოგესალმებით, მაკა. დღეს პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძის კანდიდატურა. ხომ არ გავთქვათ გარკვეული ინფორმაცია, რა ცვლილებებს გეგმავს საბჭოს ახალი წევრი?
მე ვულოცავ ამ პიროვნებას საბჭოს წევრად არჩევას და ვუსურვებ, რომ მისი მუშაობა წაადგეს ეროვნული ბანკის ეფექტურ საქმიანობას და იმ გამოწვევებს უპასუხოს, რაც არის ზოგადად, რა თქმა უნდა, საბანკო სექტორში მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიციური კადრი შეემატა ჩემი აზრით ამ საბჭოს. ეს არ არის ის სფერო, რომელთანაც მე ახლო შეხება მაქვს, მე ვფიქრობ, რომ უფრო ექსპერტებს შეუძლიათ ისაუბრონ ამაზე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საბჭო თავს გაართმევს ყველა იმ გამოწვევას, რაც არის ზოგადად საფინანსო საბანკო სექტორში ქვეყნის წინაშე. ქალბატონო მანანა, გითხეთ თუ არა ყობა გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ ხა მე ვერაფერს გეტყვით, ეს ალბათ სწორედ ეს მაინტერესებს, რას აპირებს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით. მან უნდა თქვას. ზედამხედველობის სამსახურს რაც შეეხება, იცით რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იხილება ეს თემა და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილება იქნება საბოლოო ჯამში მიღებული. არაერთი ქვეყანაა, სადაც ზედამხედველობის სამსახური არის ცალკე გატანილი ეროვნული ბანკის ერთიანი სისტემიდან და საკმაოდ ეფექტურადაც მუშაობს. ჩვენ სწორედ ამ მოდელს დავუჭირეთ მხარი. შეიძლება ამ ადამიანს განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუმცა ჩვენ არა ვართ ქვეყანა, სადაც დაუშვათ განსხვავებული მოსაზრებებისთვის ადამიანებს ავიწროვებენ და თუნდაც ეს მაგალითი ალბათ, რომ ის შეირჩა მაინც ამ თანამდებობაზე, მეტყველებს იმაზე, რომ ცოტა სხვა კრიტერიუმებით და სხვა განზომილებებით ხდება ადამიანის შეფასება, იმიტომ რომ ეს საკითხი არის მაინც სასამართლოს გადასაწყვეტი საბოლოო ჯამში და არა ერთი ყობა მგვენეტაძის ან სხვა ადამიანის, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა გადაწყდეს საბოლოო ჯამში, მაინც ალბათ დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრი რამ თავად ეროვნული ბანკის საქმიანობაზე და რა თქმა უნდა იმ მონიტორინგის სამსახურზე, რომელიც იქნება გარეთ თუ იქნება ეროვნული ბანკის შიგნით, უნდა მუშაობდეს ზედმიწევნით ეფექტურად იმისთვის, რომ ჩვენ არ გქონდეს კურსთან დაკავშირებული პრობლემები თუ ზოგადად საფინანსო სექტორში, საბანკო საფინანსო სექტორში პრობლემები. ეგრეთ წოდებულ შეწყალების სკანდალზეც უნდა კითხოთ, ეს თემა აქტუალობას არ კარგავს. გუშინ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნების უკან ეკაჩება ეკაბესელია და მანანა კობახიძე, რადგან მისი თქმით ისინი სიაში ვეღარ მოხვდებიან. თუ გაქვთ სურვილი უპასუხოთ ალეკო ელისაშვილის ამ განცხადებას? სიმართლე გითხრათ, სურვილი არანაირი არა მაქვს. მთავარია, რომ ამომრჩეველს ჯეროდეს იმ დეპუტატების, ვისაც ხმა მისცა თავის დროზე, ვისაც ბოლომდე ბრძოლაში გაყვა. ეს იყო ბრძოლა 2012 წელს. მე მინდა ამომრჩეველმა იცოდეს, რომ არასოდეს არ მიღალატია საქმისთვის, პრინციპებისთვის, ქართული ოცნებისთვის, იმ საქმისთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი რისკის ფასად ჩაუყარა საფუძველი და თავისი ლიდერობით მოიტანა დღევანდელი დღე, რომელიც თავისუფალია, მე ვიტყოდი, ძალადობისგან, თავისუფალია სისტემური დანაშაულისგან, მე ვსაუბრობ სახელმწიფოს მხრიდან, სისტემური დანაშაულისგან, თორე რა თქმა უნდა, ყოველდღიური დანაშაული ხდება ქვეყანაში და ეს ცუდია და ნებისმიერი ფაქტი ყოველთვის უნდა იყოს საგანგაშო და ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ იმ სისტემისგან, დანაშაული სისტემისგან, რომ დღეს ქვეყანა არის თავისუფალი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას ჰქონდა წვლილი ქართული ოცნების წევრებს, ზოგს მაჟორიტარებს, ზოგს იმათ, ვინც სიაში იყო, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და არასოდეს ამ საქმისთვის მე არ მიღალატია როგორც ერთ დეპუტატს, ასე რომ ხა ელისაშვილი რას იფიქრებს და დარწმუნებული ვარ, არც ჩემს კოლეგებს არ უღალატიათ თავის საქმისთვის და ხა ელისაშვილი რას ფიქრობს, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია საზოგადოება რას იფიქრებს და საზოგადოება გონიერია. ელისაშვილს თუ გონია, რომ ადვილად შეიყვანს შეცდომაში საზოგადოებას, ეს ასე არ არის. საზოგადოება თვითონ შეაფასებს მის განცხადებებსაც, ჩვენს განცხადებებსაც, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საზოგადოება და ბუნებრივია
ელისაშვილები არ წყვეტენ, ვინ უნდა იყოს სიაში, ვინ უნდა იყოს პარლამენტში, ამას წყვეტს პირველ რიგში ქართველი ამომრჩეველი და ასე რომ თუნდაც ეს განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ მას პოლიტიკური მიზნების გარდა არაფერი არ ალაპარაკებს, სწორედ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ასე თქვა, წამოიწყო ეს სკანდალი. რა ეტაპზე ეგრეთ წოდებულ შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით გამოძიება და რას ემსახურება, მაშინ რატომ არ წყდება ეს პერმანენტული ბრალდებები? გამოძიება მიმდინარეობს რამდენადაც მე ვიცი და მე ვიცი ის რაც იცის საზოგადოებამ მე იმედი მაქვს რომ ამ გამოძიებას წერტილი დაესმება და დასკვნა დაიდება ის რაც ბუნებაში არ მომხდარა და რაც ზოგიერთების შეიძლება ილუზიაშია არ შეიძლება რომ ასე ვთქვათ დიდხანს დარჩეს ასე ჰაერში გამოკიდებული აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს ყველა ბრალდებას ყველა კითხვის ნიშანზე პასუხი უნდა იყოს გაცემული და ეს არის გამოძიების და პროკურატურის საქმე და მე იმედი მაქვს რომ პროკურატურა საბოლოო ჯამში მივა იმ გადაწყვეტილებამდე რასაც საქმის მასალები მისცემს მათ და სხვათა შორის აი თქვენს ეთერში ვაჟღერებ ახლა პირველად მე მინდა იცოდეთ რომ საკუთარი ტელეფონი რომელიც მე კარგახნის გაჩუქებული მქონდა და ჩემს სარგებლობაში არ იყო მეც მივიტანე პროკურატურაში სწორედ იმ მიზნით რომ ჩატარებულიყო მასზეც ექსპერტიზა თუ რაიმეს აღდგენა შეიძლებოდა აღდგენილიყო იმიტომ რომ სწორედ ჩემს ინტერესებშია გაირკვეს გზავნილების შინაარსი და ნამდვილად დარწმუნდება საზოგადოება თუ მე შევძლებ რომ აღვადგინო ასე ვთქვათ თუ შეძლებს შესაბამისი საექსპერტო დაწესებულება აღადგინოს ეს გზავნილები ნამდვილად ალბათ სასაცილო იქნება ბევრი რამ უკვე საზოგადოების თვალში ელისაშვილის ქმედებებიდან გამომდინარე იმიტომ რომ ვერაფერს იქ დანაშაულის მაგვარს ვერ ნახავს საზოგადოება და დიახ ჩემ ინტერესებშია რომ ეს აღდგეს და რა თქმა უნდა გამოძიების ინტერესებში ამიტომ მე თვითონ მივიტანე ეს ტელეფონი იმისთვის რომ იყოს ჩატარებული ექსპერტიზა და მეც ველოდები შედეგებს მეც ვარ ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი მოქალაქე რომელიც უნდა დაემორჩილოს გამოძიების მოთხოვნას და ასე რომ უკვე იცით რა მე მგონი ზედმეტ დროსაც უთმობს მედია ალბათ ამ საკითხებს ქალბატონო მანანა ელისაშვილის მიზანია ალეკო ელისაშვილის ორშაბათიდან პარასკევამდე ჩვენც მე მგონი ხელს ვუწყობთ პოლიტიკური ინტერესი ახსენეთ ალეკო ელისაშვილის რას გულისხმობთ უფრო მეტი დეტალი რომ გითხრათ ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ინტერესი ახსენეთ რა იგულისხმება ამ პოლიტიკური ინტერესში უფრო მეტი დეტალი რომ გითხრათ ნუ ის არის პოლიტიკოსი, ის კი ამბობს ზოგჯერ რომ ჟურნალისტი ვარო და ჟურნალისტის მანდიას ეფარება ზოგჯერ, როცა მას ეს ასე ჭირდება. მაგრამ ის არის საკრებულოს წევრი, არჩეული წევრი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები, ცხადია შემთხვევით არ ხვდებიან საკრებულოში ისევე როგორც პარლამენტში არ ხვდებიან, ხო, შემთხვევით. ასე რომ ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც ჭირდება პოპულარობა, ამისთვის ჭირდება რაღაცა პოპულისტური ქმედებები, ასეთი ტიპის განცხადებები, რომ იყოს აქტუალური რომ იყოს, ასე ვთქვათ, სკანდალური, იყოს ეკრანზე, ხშირად უთმობდეს მედია დროს. ეს ჩვეულებრივი ამოცანაა მისი და ეხა ამის შედეგი რა იქნება, უფრო მეტი პოზიცია, ასე ვთქვათ, საკრებულოში ან მერიაში თუ პარლამენტში, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან, ეს მისი გადასაწყვეტია, ეხა მე ვერ დაუგეგმავ მას. პოლიტიკურ მომავალს ისევე როგორც ის ვერ დაუგეგმავს ვერც მანანა კობახიძეს ვერც სხვას პოლიტიკურ მომავალს და ისევე როგორც მისი გადასაწყვეტი არ არის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო თავის პარტიულ სიას როგორ დაალაგებს და მე მგონი დავასრულოთ ჩვენ მაინც დავასრულოთ ეს ელისაშვილის თემა იმიტომ რომ უკვე ზოგჯერ ღიმილის მომგვრელია ეს თემა ქალბატონო მანანა ხომ არ გაქვთ ინფორმაცია იქნებით თუ არა სიაში ამის შესახებ თუ გქონდათ საუბარი მაგ აიცით რა არის ახლა მე პირადად ვთვლი რომ კონკრეტულ დროს, როდესაც სადღაც გავხდი საჭირო და შეიძლება სადღაც ჩემი, არ ვიცი, იმ საადვოკატო საქმიანობით, უფლებადამცველობით, ჩემი აქტიურობით, თუნდაც პატარა რაღაც როლი შემესრულებინა და ყოფილიყავი ამ გუნდში,
როცა გახდა ეს საჭირო, მე ჩავთვალე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა მართლა რისკების ფასად და რისკი რეალური იყო ყველასთვის, ვინც ვიყავით ოცნებაში და მათ შორის ჩემთვისაც არანაკლებ. მე იქ მივედი და მთელი ჩემი შეგნებული, ასე ვთქვათ, შეგნებული ცხოვრებით რო იტყვიან, ჩავერთი ამ საქმეში და ვთვლი, რომ ძალიან ბევრი რამეა კიდევ გასაკეთებელი და მინდა რომ ამ გუნდთან ვიყო და ვაკეთო ეს საქმე. თუ გუნდი და პარტია პირველ რიგში და მისი ლიდერები გნებავთ მისი დამფუძნებელი, ალბათ პირველ რიგში დამფუძნებელი, იმიტომ რომ არავისთვის დასამალი არ არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინას მოსაზრება, მისი პოზიცია, როდესაც საქმე ეხება იმ პარტიას და იმ გუნდს, რომელიც მან მოიყვანა ხელისუფლებაში, დიახ, მისი ლიდერობით, მისი ძალიან დიდი შრომით და ძალისხმევით, მნიშვნელოვანია მისი აზრი. თუ სადღაც აღმოჩნდება, რომ მანა კობახიძე აქ ეხლა აღარ არის საჭირო, არავითარი პრობლემა მე პირადად არ მაქვს, მე ისევე გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც ვაგრძელებდი ჩემი პროფესიით და ვფიქრობ, რომ საკმაოდ აქტიურადაც შევძლებ ამას. თუ აღმოჩნდება, რომ მე სადმე საჭირო არ ვარ, ან სიაშია, თუ მაჟორიტარად, არ არის ეს ჩემთვის, ასე ვთქვათ, რაღაც ესეთი იდეა ფიქსი, რომ მაინდა-მაინც ვიყო პარლამენტში, მაინდა-მაინც ვიყო სიაში, მაინდა-მაინც ვიყო მაჟორიტარად. მე ასე არ ვფიქრობ და არ ვცხოვრობ. ყველა ადამიანს შეუძლია, რომ იყოს საინტერესო. თუ კი ის მოინდომებს, აკეთოს ის საქმე, რაც მას უნდა და თავის ცხოვრება გააგრძელოს ისე, როგორც მას უნდა. რაც შეეხება კოალიციას. თუ პარტია ჩათulis საჭიროთ, რომ მანა კობახიძე სადღაც კიდევ საჭიროა 2016 წელს, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ, რომ ჩემი რესურსი დავხარჯო ბოლომდე და გავაკეთო ის საქმე, რომელიც ნამდვილად შემიძლია რომ გავაკეთო. გასაგებია, ქალბატონ მანანა. ამას მე მართული კოალიციის ძალიან პრაქტიკულად გასაგებია, ქალბატონ მანანა. სუბიექტს მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის გამოცხადებული მორატორიუმი საინტერესოა, რატომ დაირღვა? თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, ანუ რატომ არ დასრულდა ეს დაპირისპირება ამ დრომდე? მაკა ვიტყვი რომ ეს დაპირისპირება და ეს დისკუსია რაც არის გვაზარალებს, ნამდვილად გვაზარალებს კოალიციას ასეთი ტიპის შიდა დაპირისპირება და ასეთი ტიპის რყევები რაღაცა სარგებელს ვერ მოუტანს, მე ვფიქრობ და იმისთვის რომ სახელისუფლებო გუნდი, სახელისუფლებო უმრავლესობა შენარჩუნებულიყო და კოალიცია ყოფილიყო, ასე ვთქვათ, თუნდაც იმ ხმებით, იმ რაოდენობით წარმოდგენილი პარლამენტში, რაც მნიშვნელოვანი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ იმაზეც წავედით, რომ ადამიანები, რომლებიც სულაც არ იყვნენ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, თავიდან მხარდამჭერები, ხო და იცით, რომ იგივე შეიძლება დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებით იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ადამიანები რაღაც ეტაპზე, ასე ვთქვათ, გახდნენ უმრავლესობის წევრები, ხო? მაშინაც შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი, მაგრამ გამომდინარე რეალობიდან ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ბევრი გვაკრიტიკებდა კიდევაც ამისთვის, რომ აი ყოფილ ნაციონალებს რატო გაურიგდით, აი რატო მიიღეთ გუნდში, მაგრამ სადღაც როცა სახელმწიფოსთვის, ხელისუფლების სტაბილურობისთვის, გადაწყვეტილებების მიღების, ასე ვთქვათ, მოქნილობისთვის და ზუსტად ქვეყნისთვის საჭირო გახდა ის, რომ ჩვენ კი არ წავსულიყავით რაღაც რიგგარეში არჩევნებზე და ეს რყევები კი არ გამოგვეწვია, არამედ ძალა გვეპოვა თუნდაც ერთმანეთში, რომ უმრავლესობა ყოფილიყო, მყარი უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენ ეს გავაკეთეთ. და ეხლა რატომ არ უნდა ვეცადოთ თუნდაც ჩვენივე კოალიციის წევრებს შორის, სუბიექტებს თუ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ინდივიდებს შორის დაპირისპირება, რატომ არ უნდა ვეცადოთ, რომ იყოს ამოწურული, რატო ყველა რესურსი არ უნდა დავხარჯოთ იმისთვის, რომ ეს გაუგებრობა თუ ეს დაპირისპირება იყოს მოგვარებული, რაღაცა, ასე ვთქვათ, ფინალური გადაწყვეტილება, რატო არ უნდა მივიღოთ ისეთი, რომელიც არ დააზარალებს პირველ რიგში ხელისუფლებას
და ხელისუფლება იმისთვის გვჭირდება ჩვენ რომ ის ამოცანები შევასრულოთ, რაც არის ჩვენ გასაგებია, ქალბატონო მანანა, თქვენი ამ მცდელობის პარალელურად ქალბატონო მანანა. უამრავი გადაწყვეტილებაა მისაღები. ჩვენ ახლა გვაქვს იმის დრო, რომ შიგნით ესეთი რყევები იყოს, მე მგონი არ განცხადების პარალელურად ქალბატონო მანანა. ამიტომ ორივე მხარე უნდა განაცხადა, რომ გოგი თოფაძის მეშვეობით რუსეთი ცდილობს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შეცვლას და პარალელურად ეს არის მიზანმიმართული კამპანია კოალიცია ქართული ოცნების წინააღმდეგ. იზიარებთ ეთანხმებით ინახიდაშელის შეფასებას და ზოგადად როგორ აღიქვამთ გოგი თოფაძის განცხადებებს? რა თქმა უნდა, განცხადებები, რაც უკავშირდება საგარეო პოლიტიკური კურსის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსის და ეს არის პროდასავლური ევროატლანტიკური კურსი, რომელიც არ შეიძლება დადგეს ეჭქვეშ, გამომდინარე იქიდან, რომ ამას მხარი დაუჭირა არა ქართულმა ოცნებამ მხოლოდ, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა, არამედ საზოგადოების უმრავლესობამ და სწორედ იმიტომ აირჩია ქართული ოცნება კოალიცია ქართველმა ხალხმა სხვა კიდევ ასე ვთქვათ მრავალი ფაქტორის გამო გარდა აირჩია იმიტომ რომ ჩვენ ეს კურსი განვაცხადეთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპასთან დაახლოება, ჩვენ გვინდა ნატოში ინტეგრაცია და ყველაფერი გააკეთა შემდეგ ხელისუფლებამ იმისთვის, რომ იგივე ასოცირების ხელშეკრულებაზე მოგვეწერა ხელი, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისთვის მოგვეწერა ხელი, უფრო მეტად დავახლოვებულიყავით ვიზა ლიბერალიზაციისთვის მოგვეწერა ხელი, ნატოსთან თანამშრომლობის ღრმა პაკეტისთვის, ასე ვთქვათ, მოგვეწერა ხელი და ის სასწავლო დაწვრთნების ცენტრი შეგვექმნა, რაც შევქმნით და უფრო მეტად ყოფილიყო წარმოდგენილი ეს სამხედრო პოლიტიკური გაერთიანება ჩვენს ქვეყანაში და ქვეყანა ყოფილიყო უფრო მეტად წარმოდგენილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ყველაფერი გააკეთა ამისთვის ხელისუფლებამ და სახელმწიფომ. შეიძლება ეხლა კითხვის ნიშანი დავსვათ ჩვენ ამ კურსთან მიმართებაში, ან ეხლა პუტინს იქ რა მოწონს, ან რა არ მოწონს. ჩვენ ახლა ამაზე თუ ავეწყობით, მაშინ ეს კურსი, არ ვიცი, ესე თქვი, რაღაცა პოლიტიკური მიხედულებების და რაღაც მიზანშეწონილობის მიხედვით უნდა ვცვალოთ? ეს ხო ასე არ არის. ეს ხო არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული ჩვენი, ასე ვთქვათ, კურსი, რომელიც კონკრეტულ ამოცანებს ისახავს მიზნად. ხო, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას, სუვერენიტეტის დაცვას, თავდაცვის უნარიანობის გამტკიცებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კონსოლიდაციას დემოკრატიის უამრავი ამოცანა, რომელიც პირდაპირ მასშია დიახ ევროკავშირთან ასოცირებასთან, დიახ ნატოსთან დაახლოებასთან. ამ ყველაფერზე ხა როგორ შეიძლება უცბად ერთ დღეში, იმიტომ რომ ბატონი გოგი თოფაძე რაღაცას აცხადებს და რაღაც თავისი შეიძლება ერთი კონკრეტული დეპუტატის მოსაზრება აქვს, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ეჭქვეშ დაყენება და იმიტომ რომ დიახ ეს პუტინს არ მოწონს და ამაში რამე არის ახალი? არ მოწონს რუსეთს, არ მოწონს პუტინს ეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან მკაფიოდ გაცხადებული მიზნები და ამოცანები და რატომ დასავლეთი? იმიტომ რომ დასავლეთი უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დეოკუპაციას, გაძლიერებას, ამაში გვეხმარებიან რესურსებით, პროგრამებით, ყველანაირი ასე ვთქვათ, იმ კანონიერი საშუალებებით, რაც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში გამოყენებული და კიდევ კითხვის ნიშანი, მე მგონი არ არის ეს სწორი და ჩვენ საზოგადოება არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში. თქვენი პოზიცია გასაგებია, საინტერესოა აი ამ დაპირისპირების მრეწველებს და ერთი მრეწველებს და რესპუბლიკელებს შორის არსებული დაპირისპირების პოლიცსაბჭოს ფორმატში განხილვა, ვთქვათ, რამდენად მიზანშეწონილა და აუცილებლობად მიგაჩნიათ? ნუ ცხადია რომ პოლიცსაბჭო ჭირდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ამისი გაღრმავება კიდევ ამ კონფლიქტის რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, ეს დისკუსია, ეს პასუხი, მერე პასუხის პასუხი, ხან საპარლამენტო სივრცეში, ხან ტელეეთერებში, ეს მე მგონი საქმეს აზიანებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არა გვაქვს დასაკარგი დრო. კოალიციას შიდა რყევები ნამდვილად სარგებელს არ მოუტანს. ჩვენ გვჭირდება ყველა რესურსის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც, დიახ, ჩვენ რეჟიმზე გავიმარჯვეთ
და ეს ბრძოლა ჯერ არ არის ბოლომდე მიყვანილი და დამერწმუნეთ ძალიან ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი ამ ქვეყანაში, ჩვენ გვეყოფა რესურსი, რომ ეს კონფლიქტი ამოვწუროთ. მოვახდინოთ არა რაღაც გაზვიადება, არამედ რაღაც ჩარჩოში მოვაქციოთ და ამოვწუროთ. პოლიტიკა არ არის ოჯახი, ერთ სიტყვით დავასრულებ, სადაც ოჯახის წევრებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, აქ მთავარია იყოს პატივისცემა, მთავარია იყოს დიახ პრინციპებზე თანხმობა და ასე ვთქვათ ერთმანეთთან რაღაცნაირად ურთიერთობების დალაგება ისე რომ ჩვენ შევძლოთ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება, თორემ ეხლა შეიძლება 86 კაციან უმრავლესობაში ხა ყველას ყველა არ უყვარდეს. გასაგებია, ქალბატონო მანანა, მედიაში მრეწველების და გასაგებია სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება. გასაგებია. მრეწველებსა და რესპუბლიკელების დაპირისპირების ახალი ვერსია გამოჩნდა. არის თუ არა კოალიციის სუბიექტებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი, თავდაცვის სამინისტროს ტენდერი, რომლის საფუძველზეც კომპანია ყაზბეგს ქართულ ჯარში ლიმონათი ვეღარ შეაქვს. აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება? ანუ ხომ არ დაგისვამთ ეს შეკითხვა დეპუტატ თოფაძისთვის? ესე იგი, მე ნამდვილად ვერც ბატონ გოგის ვერ მივაყენებ ასეთ შეურაცხყოფას და ვერც ხვას, რომ რაღაცა ტენდერის გამო და იმიტომ, რომ ადამიანის რაღაც ადამიანის მიერ დაფუძნებული კომპანიის ლიმონათი არ შედის თავდაცვის, ასე ვთქვათ, უწყებებში თუ ჯარში, ამის გამო თურმე ბატონი თოფაძე აკეთებს ასეთ განცხადებებს. ნამდვილად ვერ მივაყენებ მას ასეთ შეურაცხყოფას, მე ასეთად არ შეგიძლიათ გითხრათ გოგი თოფაძე ასე ღიად საჯაროდ ამ ტიპის განცხადებებს. მაშინ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? რეალური მიზეზი რა არის? იცით რა, მე ну, იცით რა არის, მე მგონია რომ პიროვნული რაღაც დაპირისპირება დაიწყო. იცით ხო, როგორც იყო, რომ პრეზიდენტზე გააკეთა განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ბატონმა გოგიმ, შემდეგ ამაზე თხოვეს ქალბატონ თინას კომენტარი, ქალბატონმა თინამ დასვა კითხვა, კიდევ დეპუტატიაო ეს კაციო? რაც ეწყინა ბატონ გოგის და ნუ მე ვფიქრობ ცხელგულზე, ცხელკვალზე რაღაცა ესეთი განცხადება გააკეთა ცხელკვალზე, თუმცა ქალბატონო მანანა რამდენიმე კვირა ფაქტია ეს ხელიგული არ განელდა. მე ასე ვფიქრობ, უბრალოდ ეხლა უკან არავინ აღარ იხევს. ამას უკან არც ერთი აღარ იხევს, მე ეს განივრცოდა, ასე ვთქვათ, უფრო ფართო მასშტაბები მიიღო და უკვე რაღაც საგარეო კურსთან დაკავშირებით დაპირისპირებაში თითქოს გადაიზარდა, მე არ მინდა რომ ესეთი მასშტაბები მქონდეს. გასაგებია, ქალბატონო მანანა, დრო ამოიწურა. დაიწყო ეს პიროვნული დაპირისპირებით, რასაც ბოლომდე და ძალიან მოკლედ მიპასუხეთ, თუ შეიძლება შემდეგ შეკითხვაზე. როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში ქართული ოცნებისთვის საუკეთესო გამოსავალი რა არის? შეინარჩუნოს ეს კოალიცია, თუ ერთ-ერთი მათგანი გავიდეს კოალიციიდან? იცით რა, მე ვფიქრობ, რომ წინა საარჩევნოთ, აქ არ არის ახლა ამ წუთში საარჩევნო ბლოკზე საუბარი, ხო? ანუ ბლოკზე, რომელიც დაუშვათ 2016 წლის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ამაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ კოალიციაზე, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი. იგივე თუნდაც ავიღოთ ეს ევროინტეგრაციის საკითხი და ბევრი ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან და ყოველდღიურად კომიტეტების რეჟიმი იქნება ეს თუ საპარლამენტო დარბაზი, ჩვენ გვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ მოცემულობაში კოალიციის გათიშვა, გახლეჩვა, დაპირისპირება კოალიციაში არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე ვფიქრობ, რომ ძალიან დააზარალებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ზოგადად სახელმწიფო ინტერესებს დააზარალებს საზოგადოებას, იმიტომ რომ შეიძლება ვერ მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ამიტომ ჩვენ უნდა რესურსი გამოვძებნოთ. ერთი რამ ცხადია და ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ გოგი თოფაძის განცხადება საგარეო კურსთან დაკავშირებით, ეს არის მისი ინდივიდუალური ხედვა, მისი როგორც ერთი კონკრეტული დეპუტატის ხედვა და არაფერი საერთო ამას არ აქვს კოალიციის საგარეო კურსთან და ზოგადად ქვეყნის საგარეო კურსთან და ეს არ არის კოალიციასთან ასოცირებული, არ უნდა იყოს და ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ ნათქვამი.
და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ბატონი გოგი რომ ასეთი ტიპის განცხადებები ვიდრე ხარ კოალიციაში ეს აზარალებს კოალიციას. ძალიან დიდი მადლობა 20-30-ის შეკითხვებს მანანა ყობახიძე პასუხობდა. ახლა რეკლამის შემდეგ რა ხდება კოალიციაში შეფასებები 20-30-ში. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება მოახლოებული არჩევნები და პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია საქართველოში. რა განწყობებია საზოგადოებაში და როგორია პოლიტიკურ პარტიათა მზაობა არჩევნებთან დაკავშირებით ასახავს თუ არა საზოგადოებრივ განწყობებს არსებული პოლიტიკური სპექტრი და არსებობს თუ არა ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების რესურსი. რა შანსი აქვთ პოლიტიკურ სუბიექტებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში? პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო რამაზ მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიწმეთ. ბატონო რამაზ, მართლ კოალიციაში მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის დაწყებული დაპირისპირება როგორ ფიქრობთ, შეიტანს თუ არა მნიშვნელოვან კორექტივებს მართლ კოალიციაში და ზოგადად ქართულ პოლიტიკაში? ბუნებრივია ახლა ჟურნალისტების ღელვა ამ თემაზე, მაგრამ მე მგონი ბევრი თვალსაზრისით შეიძლება სასარგებლოც აღმოჩნდეს ეს დაპირისპირება. რა თვალსაზრისით ბატონო რამაზ? ჯერ ერთი ის რესურსი ხმებისა, რომლებიც დაახლოებით იგივე პოზიციებს იკავებენ, რაც თოფაძემ რამოდენიმეჯერ სხვადასხვა თემაზე გაახმოვანა, ხმების ეს რესურსი თოფაძის შენარჩუნებით ისევ ქართულ ოცნებასთან მოვა. დიდი შანსია. დიდი შანსია, რომ ხიდაშვილმაც აღნიშნა ადრე, რომ უცხოელი დამკვირვებლებისთვის ეს სერიოზული ინტეგრაციული პროცესი იყოს და დიდ სერიოზულ ბრძოლად იყოს აღქმული და უცხოელებმა დაინახონ, რომ მარტივი არ არის საქართველოში და დასაფასებელია საქართველოში იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც იცავენ რესპუბლიკელები და ასე შემდეგ. ისე რომ თავისი დადებითი მხარეები ამ ორთაბრძოლას, ამ დუელს მე მგონი ქონდა. უარყოფითის რისკი, რა თქმა უნდა, არის თუ დაშლაზე წავიდა, დაშლამდე მივიდა საქმე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს თითქმის გამორიცხულია. მაშინ ხმები. ეს მაინტერესებს, ბატონო რამაზ, წინა საარჩევნოდ შესაძლოა თუ არა მართლ გუნდში ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს, ვიდრე ამ საკითხზე ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს არ უმჭელია და ამ თემაზე საუბარი შესაძლოა თქვა ნაადრევიც კი იყოს, თუმცა თუ უკვე მომხდარის პოლიტიკურ ასპექტებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ან თქვენი აზრით ამ ეტაპზე რის თქმა შეიძლება? საკმაოდ სერიოზული სიახლე იყო კვირიკაშვილის შემოყვანა ქართული ოცნების აქტივში. ანალოგიური და მან დადებითი შედეგი მისცა ქართულ ოცნებას. პრინციპში ყველა მხარე ოპონენტების ჩათვლით მიუთითებს ამ სიახლის დადებით მნიშვნელობას. ანალოგიური სიახლეები ისეთი, რომელსაც დადებით შედეგი მოაქვს. არა თუ შეიძლება თუ არა, მე მგონი საჭიროა რომ განახორციელოს ქართულმა ოცნებამ. ეს საჭიროება იგრძნო და ამიტომ მოხდა დაუშვათ პრემიერის ცვლილება. ბევრ ზონაში არის ანალოგიური საჭიროება და ახალი ოღონდ ქმედითი ფიგურების მოძებნა ალბათ გამორიცხული, ამიტომ არაა. ბატონო რამაზ, საზოგადოების განწყობაზე ასევე საინტერესოა როგორ აისახება ის პროცესი, რაც ქართულ ოცნებაში ხდება. ანუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს ეს საკითხი, იგივე კოალიციის დაშლა და არჩევნებში მონაწილეობის დამოუკიდებლად მიღება არის გამოსავალი მართველი გუნდისთვის, თქვენ როგორ ფიქრობთ? მართლ გუნდიდან ქართულ ოცნებას სოსომ წინსაძე მახსენა ამასეაც ეს ვერსია ქართულ ოცნებას რო გამოეყოს ის გუნდი, რომელიც უშუალოდ ივანიშვილს უკავშირდება, უკვე ეს გუნდი აიღებს იმდენივე ხმას, რასაც კოალიცია ერთად, თუ მეც არა. და ამდენად დაშლის პერსპექტივა დანარჩენ, ანუ ეს მოზაიკა, რაც ქართულ ოცნებაშია შექმნილი, ერთნაირი არ არის, მკაფიოდ არის ერთმანეთისგან გამოსაყოფი. ივანიშვილის ხელდასხმით შექმნილი ჯგუფი და დანარჩენი ჯგუფები. ივანიშვილის ჯგუფს
პერსპექტივა გაცილებით მეტი აქვს. თუ კი ცალ-ცალკე ბრძოლას მოახერხებს. ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე ბატონო რამაზ, კოალიციის შემავალი სხვა სუბიექტები ქართულ ოცნებას ხმებს აკარგვინებენ? სხვა სუბიექტები საერთოდ ნებისმიერი ახალი შემოყვანა შეიძლება ხმების დამკარგავი იყოს, ამას სოციოლოგიური გაზომვები უნდა სპეციალური. ისე რომ არ აღმოჩნდეს, რომ შენ კი შემოიყვანე, მაგრამ ის ამომრჩეველი, ვინც იმას აძლევდა ხმას, ეხლა უკვე შენ არ მოგცემს ან პირიქით. ისე რომ ახალი სუბიექტები ხმების დაკარგვის სუბიექტებს ხმების დაკარგვის დიდი შანსი აქვს. ამიტომ ბევრ ანალიტიკოს მიაჩნია, რომ ცალკე რო გავიდეს ივანიშვილის ჯგუფი, მან შეიძლება ხმები უფრო მეტი აიღოს, ვიდრე კოალიციაში მყოფმა. მაგრამ ცალკე ყოფნას კიდე თავის მინუსები აქვს და იმას სხვა პოლიტიკური კონტექსტი განსაზღვრავს. ბატონო რამაზ, საინტერესოა თქვენი პოზიცია ამ შემთხვევაში, იგივე დაპირისპირებასთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე დღეა გვესმის ურთიერთბრალდებები, გარკვეული საჯარო ბრალდებები და განცხადებები, როგორც გოგი თოფაძის მხრიდან, ისე რესპუბლიკელების მხრიდან. თქვენი შეფასებით, ანუ რა შეიძლება იყოს აი ამ დაპირისპირების რეალური მიზეზი? მიზეზები? მიზეზები? ხო. იმიტომ რომ მე მგონი ერთმანეთს დადებულია ბევრი მიზეზი. საერთოდ ერთი მიზეზით მე მგონი ბავშვიც არ ჩდება, ხო, მინიმუმ ორი უნდა. ისე რომ აქაც რამოდენიმე მიზეზია, ერთი პიროვნული, მეორე არჩევნები მომწიფდა და თვალშისაცემი თითოეულ მხარეს უნდა რომ გახდეს ამომრჩევლისთვის ადვილად დასაჩაგრი, არ უნდა რომ რომელიმე მათგანს იყოს. აგრეთვე თოფაძის ამ ბრძოლამ რომ მიიღო ბრძოლა ასე ვთქვათ, თორემ დაიწყო ხიდაშელმა. თოფაძის ამ ბრძოლამ მას დიდი პლუსები მოუტანა. ის დღეს უფრო მეტი მხარდამჭერს აკონტროლებს თუ შეიძლება ითქვას, ვიდრე იქამდე ჩუმად იყო და არ ახსოვდათ. დღეს სავარაუდოა რომ ის ცალკეც რომ იყოს მხარდამჭერები გაცილებით მეტი იქნება, ისე რომ რესპუბლიკელებმა უნებურად თოფაძეს სამსახური გაუწიეს ამ შემთხვევაში და გაძლიერდა თოფაძე როგორც პოლიტიკური ფიგურა გინდ გუნდში და გინდ ცალკე. ასე რომ აქ მოტივები ბევრნაირი შეიძლება იყოს და მე მგონი ყველა ერთსაც არის დასასახელებელი, შეიძლება თქვენ მიერ ნახსენები ლიმონათის ჩათვლით. ჩვენს მიერ ნახსენები ლიმონათის ჩათვლით, ფაქტია, სტალინთან დაკავშირებით დაიწყო გარკვეული განცხადებების და უკმაყოფილების გამოთქმა გოგი თოფაძესთან დაკავშირებით, მან განაცხადა თუ სწორად მახსოვს, რომ კაბინეტებში უნდა დაიკიდონ სტალინის ფოტოები და სურათები. რამდენად სერიოზულია, თქვათ, ამ ტიპის განცხადებებიდან გამომდინარე იშლებოდეს კოალიციები? რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ეს განცხადება? ყველა პოლიტიკოსი ეძებს თავის ამომრჩეველს და ენანება თავისი ამომრჩეველი დასაკარგავად. ახლა თუ კი თოფაძემ შეატყო, რომ მისი პოლიტიკური რეიტინგი შემცირდა, შეიძლება მან გადაწყვიტა მონადირება იმ ამომრჩევლის გულისა, რომელიც დაუშვათ სტალინის სურათის დაკიდებას შეხედავს პოზიტიურად. ეს შეიძლება კი არა, ნამდვილად არ არის მთელი საქართველო, მაგრამ რაღაცა სეგმენტი საზოგადოებისა ალბათ არის. ისე რომ ასეთი მოტივით მოქმედება გამორიცხული არ არის. თუმცა ამ ტიპის განცხადებას უпростоრად აკეთებს უმრავლესობის წევრი, რაც ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის, რომ უმრავლესობას არ აქვს შიგნით ისე დარეგულირებული ურთიერთობები, რომ თითოეულმა წევრმა თავისი ინდივიდუალური განცხადება არ გააკეთოს. რომ კომფორტულად ეტყობა დისკომფორტს გრძნობდა თოფაძე თვითონ უმრავლესობაში და ამიტომ გააკეთა ის სვლა, რომელიც მანაც ძალიან კარგად იცოდა, რომ უმრავლესობის გემოვნებას არ შეესაბამებოდა. ანუ ეს სვლა თქვენი განცხადებით გამიზნული იყო. ყოველ შემთხვევაში თოფაძე არ არის ესეთი სპონტანური კაცი, რომ იგულისხმორო შემთხვევით რაღაცებს აკეთებს. ის საკმაოდ გონიერი, გამოცდილი და მრავალ პოლიტიკა ნანახი ადამიანია.
სხვადასხვა პოლიტიკურ წრებთან დაახლოებული პოლიტოლოგები თუ იგივე ექსპერტები ავითარებენ აზრს ბატონო რამაზ, რომ არჩევნებამდე პოლიტიკურ ასპარეზზე საკმაოდ წონიანი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება. ანუ არჩევნებამდე ბუნებრივი არც ისე დიდი დროა დარჩენილი, თუმცა ამგვარი პარტია ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჰორიზონტზე არ ჩანს. შესაძლოა ყველაფერი წინ გვაქვს, თუმცა თქვენი დაკვირვებით ქართულ პოლიტიკურ სცენაზე რა ტიპის და რაც მთავარია, რა შემადგენლობით შეიძლება გამოვიდეს ახალი პარტია თუ პოლიტიკური ძალა? დიდწონიანი არ ვიცი, მაგრამ დიდხმიანი პოლიტიკური ძალას რო ველოდებით ფაქტია. პატა ბურჯუაზის გუნდს გულისხმობ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბურჯუაზი არ ჩქარობს პოლიტიკურ მონათლას თავის გუნდისას. ეს ერთი ვარიანტი. პატრიოტთა ალიანსი ისედაც შემოსულია და აქტიურად იბრძვის. ბურჯუაზის პარტიაც აქტიურად იბრძვის. აი სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ამ აქტიურობის ლევან ვასაძეს ელოდებით ბატონო რამაზ პოლიტიკაში? არ ველოდები, იმიტომ რომ ლევან ვასაძე შეიძლება ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავდეს, მაგრამ წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით ის გუნდის მოკრეფას ვეღარ მოასწრებს. არ არის მაგის პირობები. ივანიშვილი რო ივანიშვილია, რომელსაც სხვა პირობები ჰქონდა და 20 წლიანი ხალხის მადლიერება ედგა ზურგს უკან. მასაც დაახლოებით 1 წელი დაჭირდა იმისთვის, რომ პოლიტიკაში გამარჯვებამდე მისულიყო. დრო უკვე წამებზეა გადასული და ეხლა შემობიჯება შეიძლება ფიგურა უკვე არსებულ პოლიტიკურ ძალებს რომ შეუერთდეს ფაქტი ასეთი ვერსიების გამო ითქმის იგივე პოლიტოლოგების მხრიდან. არსებული პოლიტიკური ძალებისთვის შეერთება ვასაძისნაირი მკაფიო ფიგურისა, რომელიც აშკარად გადაჩრდილავს სხვა ლიდერებს. ამ ლიდერებისთვის არ იქნება ხელსაყრელი. ისე რომ მე ეჭვება, რომ მას ფარსეთ გაუღონ კარი და სუფრა გაუშალონ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაში. გასაგებია, ქართული ოცნებისთვის ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, რა შედეგი დასრულდება 2016 წლის არჩევნებში? ერთ-ერთი ბოლო გამოკვლევის, ოღონდ გაუხმაურებელი გამოკვლევის შედეგები რამდენადაც ვიცი, იყო 60%. ეს დაახლოებით მგონია თავმენდობი მას ვინც მე კი არა მარტო მთელ საქართველოს გაუზიარა, უბრალოდ უყურადღებოდ დარჩათ ეს ინფორმაცია და მეც მგონია რომ 50%-დან 60%-მდე ქართული ოცნება ხმებს მიიღებს. დანარჩენი პროცენტები როგორ გადააწილდება, ეს იქნება წყარო უკვე ახალი პარტიების შემოსვლისა პარლამენტში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო რამაზ, ამას ბუნებრივი 2016 წლის ოქტომბერი გვიჩვენებს. ეს კი 2030 შეკითხვებს რამაზ საყვარელიძე პასუხობდა. ახლა რეკლამის შემდეგ უკვე ნინუცა კახნიაურის საავტორო რეპორტაჟი დაგველოდეთ. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ღიაცის ქვეშ დარჩენილი დაძმის ისტორია და გზა, რომელსაც 18 წლის მარიამი და 19 წლის ელგუჯა მიხვებიან. ნახეთ, როგორ ცხოვრობენ და სად ათავენ ღამეს ობლა და უსახლკარო დარჩენილი ძოძუაშვილები. ნინუცა კახნიაურის, დავით თევზაძის და ზაქარია ჭიკაძის საავტორო რეპორტაჟი ამჯერად ქუთაისიდან. ერთი შეხედვით დაძმა ძოძუაშვილები თანატოლებისგან არაფრით განსხვავდებიან, თუმცა იქამდე სანამ საკუთარ ისტორიას არ მოგიყვებიან. ძალიან ხშირად მახსენდება რამოდენიმე წლის უკან როგორი ბედნიერი ოჯახი ვიყავით. ისეთი ბავშვობა ქონა მართლაც რომ იმიტყვიან ლაღი. დედა და მამა შეძლების დაგვარად ცდილობდნენ ჩვენთვის ყველა სურვილი აისრულებია, რაც ქონდა ბავშვობაში. სახლიც ქონდა, ჩემი ბიზნესიც ქონდა. და 17 წელს რომ გავხდი, მამა მანქანაც მაჩუქა. ჩვენ სახლში ყოველთვის სითბო და სიყვარული იყო. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩვენ კარგად გვესწავლოთ. ყველაზე მეტად მენატრება, რა თქმა უნდა, მშობლები და ოჯახური სითბო.
ძველი ცხოვრებიდან 18 წლის მარიამს და 19 წლის ელგუჯას მხოლოდ მოგონებები შემორჩათ. ცხოვრება, რომელსაც იხსენებენ 2012 წელს დასრულდა, როცა დედა გარდაეცვალათ. შემდეგ ერთ წელიწადში მამა დაიღუპა. ჯერ დაობლდნენ, შემდეგ კი ქუჩაში აღმოჩნდნენ. დავჭით მე და ჩემი და მარტოები. იგული არავინ არ ყავს ისეთი, რომ მოგვეხმაროს. ჩემი ძმა ყველანაირად ზრუნავს ჩემზე. ანუ დედა და მამა რო დავკარგეთ, ერთმანეთი გავზარდეთ, ესე ვთქვათ, ყველანაირად. ჩემი ძმა ჩემზე 1 წლით უფროსია და ანუ როდესაც რაღაც ცუდი ხდება ჩვენ ცხოვრებაში, სულ მეუბნება რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ვიყო ბედნიერი და იბრძოლებს რომ კარგად ვიყოთ. ოჯახს ქუთაისის ცენტრში იჯარით ფართი ჰქონდა აღებული, რომელიც საცხოვრებელთან ერთად შემოსავლის წყაროც იყო. თუმცა დაობლებულმა და ძმამ ყველაფერი დაკარგა და ღიაცის ქვეშ აღმოჩნდნენ. აქ ჰქონდა გაკეთებული საცხოვრებლად. ანუ ეხლა ჩანს ჩვენი მოხატული კედლები, ჩემი უბრალოდ. აქ ფართი ჰქონდა გაქირავებული, ტანსაცმლის მაღაზია იყო. და აქეთ ქონდა საშაო. ერთ დღესაც გაიღვიძებდა, ყველაფერი კარგავდა, ჩემი სულიად ყველაფრის გარეშე, არც სახლი, არც კარი, არც ბიზნესი, არც არაფერი და ხარ ამ ქვეყანაზე მარტო. დღეს მათი ნივთებიც მათსავით ქუჩაშია. ელგუჯა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. მარიამი მე-12 კლასშია. ორივე კარგად სწავლობს. ვცდილობ რომ კარგად ვისწავლო, იმიტომ რომ დღეს უსწავლელი არავის არ ჭირდები და ჩემი სწავლით მინდა რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა შევცვალოთ. ფარხმაის დაყრას არ ვაპირებ. ჩემი ოცნება არის რომ გამოვიდე პროგრამისტი და რაც მე წამართვეს და რაც გამინადგურეს 100%-ით მინდა რომ ეს ყველაფერს მივაღწეო ნოლიდან. მარიამი ბავშვობიდან ხატავს. მართალია აქამდე არც ფუნჯები და არც ხატვისთვის შესაფერისი პირობები ჰქონდა, თუმცა 2 კვირა რაც მხატვარმა ლევან გოგიტიძემ საკუთარ სახელოსნოში წაიყვანა და ხატვას უფასო დასწავლის. სურს რომ სამხატვრო აკადემიაში ჩააბაროს. უფროსი ძმა დაპირდა რომ ოცნებას აუსრულებს. ბავშვობიდან მარიამი ოცნებობს რომ ჩააბაროს სამხატვრო აკადემიაში და გამოვიდეს დიზაინერი. მე მას დავაპირდი რომ ამ ოცნებას აუცილებლად შეუსრულებ და ამის გასაკეთებლად უკან არაფერზე არ დავიხე. ელგუჯა 2 წელია სამსახურს ეძებს, თუმცა როგორც ამბობს, ყველგან უარს ეუბნებიან. ერთადერთი შემოსავლის წყარო რამდენიმე კვირის წინ გამოუჩნდა. კვირაში 2 დღე. მაშინ როცა რესტორანში ქორწილი ან ქელეხია მიმდანად მუშაობს, სადაც 20 ლარს უხდიან. ჩემი ძმაც ცდილობს რომ იმუშაოს და არ მოგვიწევს სხვა განცხოვრება და გქონდეს ჩვენი რაღაც, უბრალოდ ძალიან მძიმეა ყველაფერი ეს შენ გააკეთო, როდესაც 18-19 წლის ხარ, მე სკოლაში დავდივარ და როცა ვახერხებ რომ ვიმუშაო, არ მეზარება ნამდვილად და ფლაიერების დარიგება იქნება თუ სხვა რამე, მუშაობ, მაგრამ ეს ელემენტარულია, ზოგჯერ საჭმლის ფულზეც არ ყოფნის ეს ყველაფერი. არაფერი არ მეთაკილება, მაგრამ ვერ ვიწევ სამუშაოს, იმიტომ რომ ვარ სტუდენტი და როცა მივდივარ გასაუბრებაზე და რომ მისვამენ კითხვას, რომ ვიტყვი სტუდენტი ვარ, ხო ყველა იკავებს თავს, იმიტომ რომ გამოცდა მაქვს მე ლექციები და ამიდან გამომდინარე ვერ მოახერხე მუშაობას და ყველა ესე მეუნე. რამდენიმე თვეა არ იციან ღამეს სად გაათევენ. მარიამი ძირითადად სახლში მასწავლებლებს მიჰყავთ. ელგუჯა კურსელებს. ხანდახან დღეს მეგობრების სახლში ატარებს. ასე ოჯახურად. ძალიან რთულია რომ ღამდება და არ იცი სად წახვიდე ვის მიადგე. ხან ერთ მაკაცთან ჩები, ხან მეორესთან, მაგრამ ასე გაგრძელება შეუძლებელი არის, იმიტომ რომ ყველას თავისი ოჯახი და თავისი პრობლემები გააჩნია. ძალიან რთულია და ძალიან მწვანეა ამის. და-ძმა ძუძუაშვილებისთვის ბოლო დროს ასე ღამდება. ელგუჯა მარიამს ღამის გასათევად ამჯერად კლასელის სახლში აცილებს. შემდეგ კი თავადაც გზას მიუყვება.
ისევ სხვის სისახლისკენ. ასეთი იყო 2 მარტის 2030 რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ 2030-ის ოფიციალურ გვერდზე 2030.news. მე მაგაცინცაძე ვარ და მე ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.